ახალგაზრდა ილია რო ჩამოვიდა პეტერბურგიდან, საერთოდ რატო მოხდა მისი ესე ვთქვათ გრიგოლ ორბელიანის მიერ ლიბერალად, ესე ბურთივით მრგვალი ლიბერალიო, ხო იძახის ახალგაზრდა ილიაზე. მაშინ იყო ზუსტად ეს ბატონყმობის გაუქმება და მიწები და რაღაცა გლეხებს და რაღაცა და ილია ამას ემხრობოდა, რომ ბატონყმობა გაუქმებულიყო და ის თავადები და ეს ისინი რა ქვია გრიგოლ ორბელიანის ესე ვთქვათ ეს გენერლები და ისინი არ ემხრობოდნენ ამას რა. იმიტომ რომ უნდათ რომ ისევ ის გლეხები დარჩენოდა და მაგაც სამსახურში ყოფილიყვნენ და არავითარი მიწა არ გასხვისდება და მოკლედ ამას იძახდნენ და ილიამ რომ ესენი დაიცვა გლეხები და გლეხების მხარე დაიჭირა. აი მაგიტო თქვა რომ ეს ბურთივით მრგვალი ლიბერალიო რა. ხო, სხვადასხვა ილია მართლა ლიბერალური პრინციპების ყოველთვის მომხრე იყო, ოღონდ არ იყო რადიკალი არასდროს. ნუ ხა მაშინ სხვანაირი ლიბერალიზმი იყო რა, ეხა ჯერ ეს ერთი, ეხა კაცი როგორ შეიძლება დღეს ეხა როდესაც ადამიანს ნათქვამი აქვს, აი დღევანდელი გადმოსახედიდან ენა მამული სარწმუნოება. აი როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანი დღევანდელ სიტუაციაში ლიბერალი ყოფილიყო, ხო? სარწმუნოებას როგორც კი ახსენებს რა. იმიტომ რომ ამათვის სარწმუნოება ხო ის არის რა, ის მაქვს რომ ჯვარი დაანახო რა. ხო, სხვადასხვა საინტერესოა რომ როდესაც ეს თერგდალეულები დაარქვა ამ უფროსმა თაობამ საქართველოში დაბრუნებულ პეტერბურგში განათლება მიღებულ ხალხს და ესე იგივე თერგი დალეული აქვს. ეს იყო კნინობითი სახელი, ანუ გარუსებულიაო, ანუ როდიდან იწყება ეს ტერმინი როგორც უარყოფითის ხსენება, ჯერ უბრალოდ მერე ჩვენ თერგდალეულები პირიქით აღმატებით ხარისხში ავიყვანეთ როგორც ეროვნული საქმის მინისტრი. ადრე იყო დამაკნინებელი თორმით, ხო? გარუსებულს ნიშნავდა. და როდესაც ეს სხვადასხვა ეს მამების და შვილების დაპირისპირებას ეძახიან, თუმცა იქ მთლად მამებიც არ იყვნენ. ზოგი ილიას ტოლებიც იყვნენ. ბარბარე ჯურჯაძე 7 წლით უფროსი იყო, მაგრამ ისიც აექრობა ჰქონდათ იქ ცისკარის ფურცლებზე და ეს არის საინტერესო რომ ილიამ თვითონვე თქვა მალე ამ დაპირისპირებაზე უარი, ოღონდ აი ეს შეგნებულად რომ მან დაინახა რომ ჩვენს ქვეყანას უფრო დიდი ფატერაკი აქვს ვიდრე მამების და შვილების ბრძოლა და ეს დიდი ფატერაკი მან ახსენა როგორც დაკარგული ვინაობის აღდგენა. ანუ ის ისტორიული საქართველოს რაც აქ იდენტობა, ეროვნული იკარგებოდა რუსიფიკაციის პოლიტიკის გარდა და ის შეუდგა ამის აღდგენას, ამაზე შრომას და მიხვდა რომ არ შეიძლება ამ დროს საზოგადოება იყოს გახლეჩილი. მაგრამ ამისთვის მასაც წლები და დაღვინება დასჭირდა. და სწორედ მერე, როდესაც მოვიდნენ ახალი თაობის სახით ეს მარქსისტული იდეოლოგიით მოწამლული მე ვიტყოდი მესამე დასელები, ფაქტიურად ისინიც ილია აღმოჩნდა აი ამ როლში, რომ ის აღმოჩნდა უფროსი თაობის როლში, რომელიც ამ ახალს თითქოს ებრძვის, მაგრამ ილია არასოდეს მათ არ ებრძოდა ღიად, სანამ არ დაინახა რა საშიშროებას წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ხედავდა რომ ქვეყანა ვერ გაუძლებს ასეთ დაპირისპირებას, რომ პატარა ერი როგორც საქართველოა რევოლუციებს ვერ გაუძლებს და აკი შესთავაზა კიდევაც ნოე ჟორდანიას ივერიაში მოდიო დაიბარა და ჩაგაბარებო ამ ჟურნალს. მაგრამ ის აღარ დათანხმდა.